მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ელისო კილაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმშელებს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდება მას ოფიციალურად გუშინ წარადგინა. ამავე მიზეზით სამართლებრივი დევნა დაწყებულია 10 პირის მიმართ, ნაწილი მიმავლვაშია. საუბარია ყოფილ გენპროკურორზე ოთარ ფარცხალაძესა და კიდევ რამდენიმე პირზე. კოლცენტრების მორგი მასშტაბური დანაშაულის გახსნის შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა უწყების ინფორმაციით უკანონოდ მიღებული თანხის ნაწილით. სხვადასხვა ოპოზიციური მედია საშუალებები ფინანსდებოდა. კოლცენტრების მცირე ჯგუფს კი ფარცხალაძესთან ერთად პატიმრობაში მყოფი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. გასანედ უნდა ჩავიბაროთ. მოწმობილია ძალიან და გავეცნო არახიარეს ბრალს. ასეთ ნაწილში 180-ის მესამე და მეოთხე აქვს დაგენებული და 184 აქვს. ასეთ ნაწილში ბრალს არახიარეს ერთობლად დააბობსო მე ვარ დანაშაულო და ჩემს დანაშაულობას მე დავაკიდებ სასამართლო პროცესებზე. აღნიშნული კოლცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ კოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია იკრიბება დღეს პარლამენტში. დეპუტატები ამჯერად ფქვილის, პურფუნთუშეულისა და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოусმენენ. საპარლამენტო კომისიის წევრების განმარტებით შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებთან. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ღია დისკუსიის შედეგად მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება. ხვდებით ისევ წარმოებლებს კონკრეტულად ფქვილის, პუნთუშეულის, პურის, ტკბილეულის და სხვადასხვა წარმოებლებს შეხვედრის ფარგლებში ისევ ვისაუბრებთ თუ რა გამოწვევები არის ფასწარმოქმნის პროცესებში საწარმოო დონეზე. შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვექნება შემაჯამებელი ანალიზი და შემდეგ უკვე გადავალთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შემდეგ რგოლზე, რომელიც გახლავთ უკვე იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში მივიდეს შედეგებამდე და მოსახლეობისთვის გაიაფდეს პროდუქტი, რა თქმა უნდა, და ყველა ის საკითხი იყოს მოგვარებული, რომელიც მათ აწუხებთ. კომისიის ფორმატში ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ, განვაგრძობთ ამ გამოკითხვის პროცესში მონაწილეობასაც. ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესის საქმეში არავინ არ ერევა, მაგრამ ბიზნესს ამავდროულად უნდა გააჩნდეს შესაბამისი სოციალური პასუხისგებლობა, რომელიც თანაბრად სახელმწიფოსთან ერთად უნდა გაინაწილოს და ზემოგებების ცდუნებით არ უნდა მოხდეს მძიმე ტვირთად საზოგადოებაზე დაწოლა არალოგიკურად მაღალი ფასების. გრანტების შესახებ და თამდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გუშინ დღის ბოლოს შედგა. სესიაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან და რომ ცვლილებების ერთადერთი მიზანი უცხოური გავლენის ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვა. კიდევ ერთი ცვლილება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდებას ეხება. ის სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება და ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქართული ოცნების გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია ქართული საზოგადოების მხრიდან, რის დასტურიც არის 2024 წლის არჩევნები, 2025 წლის არჩევნები, სწორედ ამ ლეგიტიმაციით ჩვენ გვაქვს არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის განმავლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი გარედან მიღებული თანხების ბრუნვას ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული და არ იყოს გატარებული ჩვენს ქვეყანაში უცხო ინტერესი. შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერს შეხვდა. როგორც საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მეურიელ ბაუზერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და ქვეყნების ურთიერთობების გამტკიცების საქმეში წარმატება უსურვა. შეხვედრას შეერთებული შტატების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოსა და უნგრეთის მიმართ ევროკავშირის ზორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დიდი ბრიტანეთის ასევე ყოფილ პრემიერთან ლის ტრასთან ინტერვიუში. მაიკ პენსის თქმით, ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი, თუმცა 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატები უნგრეთსა და საქართველოს მსგავსი კანონების მიღების გამო სანქციებით ემუქრებოდნენ. They are now arguing that ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა გარკვეული სახის გამჭვირვალობის კანონი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაცემული ნებისმიერი გრანტის საჯაროობა. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სულ რაღაც 15 თვის წინ ევროკავშირის ბიუროკრატების სწორედ ეს კლასი და ფინანსურად დაინტერესებული მხარეები სანქციებით ემუქრებოდნენ უნგრეთს, საქართველოს და ევროპის კიდევ 3 ქვეყანას, რომელთაც ამგვარი გამჭვირვალობის კანონების მიღება სურდათ. ამას რუსულ კანონს უწოდებდნენ. რატომ ჰქონდა პრობლემა ამ გამჭვირვალობის კანონთან ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. იმიტომ, რომ ისინი უნგრულ მედიას, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ წრეებს და სამოქალაქო საზოგადოებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სახსრებით ტბორავდნენ, რათა შეექმნათ ხელოვნური პოლიტიკური მოძრაობა ორბანის დასამხობად. ამავე გადაცემის დროს აქცენტი გაკეთა მსოფლიოზე ზეგავლენის გაძლიერების მიზნით არსებულ ფარულ მმართველობაზე. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლის ტრასმა საკუთარ საავტორო შოუში თქვა, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული deep state-ი არსად წასულა. ჟენევაში უკრაინასა და რუსეთს შორის ამერიკის შუამავლობით გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა. 2 საათიანი შეხვედრისას ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაციით რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს დონეცკის ოლქში დემილიტარიზებული ზონის შექმნის იდეა. საუბარია რეგიონის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს. ამ კონკრეტულ ადგილზე მხარებმა ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზეც. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლდიმერ ზელენსკი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ უკრაინა დაინტერესებულია შედეგით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ არსებული შედეგი საკმარისია. განცხადება გავრცელა თეთრი სახლის სპიკერმაც, კეროლაინ ლევიტის აზრით. მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დინამიკა შენარჩუნდება. სტიქის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რუმინეთში. დიდთოვლობის გამო ქვეყანაში 200,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გადაკეტილია გზები და საქალაქთაშორისო მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და აეროპორტი. რამდენიმე ქალაქში დაიხურა სკოლები. ბუქარესტში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ქუჩებში 300-მდე ხეა წაქცეული. ძლიერი ხანძარი იყო ქობულეთში. დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ცეცხლი ეკალბარდებს გაუჩნდა. მისი ჩაქრობა ქარმა გაართულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო ბრიგადები და დამატებითი მეხანძრე მაშველები. იყო ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მისი თავიდან აცილება საბოლოოდ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თისელის, ტყემლანისა და აწყურის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მოსახლეობამ პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით თავადვე განსაზღვრა. გადაწყვეტილია გარე განათების სისტემისა და შიდა გზის რეაბილიტაცია. საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა გავმართეთ აწყურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შევხვდით მოსახლეობას, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე და პროექტებზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება 2026 წელს. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რადგან მოსახლეობა თვითონ აკეთებს არჩევანს, რა პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფელში. დაიწყება განხორციელება სოფლის მოსახლეობების მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით. მომავალშიც გაგრძელდება როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში პროექტის განხორციელება, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტითაც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. დღეს ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.G შეგიძლიათ. კურიერი 9-ზე ამით დასრულებულია. მე 10-ისთვის